გადავკვეთეთ თუ არა რუბიკონი ომის დროს ეროვნული ლიდერების მკვლელობის საკითხში. ისრაელის მიერ ირანის უმაღლესი ლიდერის ალი ხამენეის მიზანმიმართულმა მკვლელობამ კვლავ გააცოცხლა კითხვა, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ძირითადად იგნორირებული იყო. მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე ამერიკელმა ძალებმა ვენესუელის ნიკოლას მადურო ხელისუფლებიდან გადააყენეს. არსებობს ისტორიული პრეცედენტები. საბჭოთა ძალებმა 1969 წელს ავღანეთის პრეზიდენტი ჰაფიზულა ამინი მოკლეს. ბრაზილიის ჯარებმა 1870 წელს პარაგვაის პრეზიდენტი ფრანსისკო სოლანო ლოპესი მოკლეს. შვედეთის მეფე გუსტაუს ადოლფუსი 1632 წელს იმპერიულ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ ამ შემთხვევათა უმეტესობა მოხდა 10 წლეულებით ან საუკუნეებით ადრე, ვიდრე 1945 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. მაშ, რატომ არ გახდმენ ასეთი მიზანმიმართული მკვლელობები უფრო გავრცელებული თანამედროვე ეპოქაში? არის თუ არა ქვეყნების ლიდერების ლიკვიდაცია ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული, თუ ეს არის საშიში ესკალაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ წესრიგს? კარგი, ეხლა დროა უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ამ კონცეფციას. თქვენ უკვე შეხვდით სტუმრებს და მადლობას გიხდით ყველა საქმისთვის. დავიწყებთ იმით, რომ თითოეულ თქვენგანს ექნება 30 წამი პირველ კითხვაზე პასუხისთვის, ზარის თანხლებით. შემდეგ კი შეგვეძლება უფრო 80 ღრმად განვიხილოთ საკითხი. რიგის 60-ის მიხედვით დავიწყებთ. ამაზე დავიწყებთ დენით, ალი ხამენეის მოკლამ გადაკვეთა ზღვარი თუ ის ლეგიტიმური სამიზნე იყო. შეგიძლიათ ორივე მხარე დაასაბუთოთ. ეს აშკარად ზღვარს გადაცდა, რადგან არსებობს ტაბუ სხვა ქვეყნების ლიდერების მოკლაზე. თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში. და ვფიქრობ, ეს ტაბუ ნაკლებად ეფუძნება ზოგად მორალს და უფრო მეტად პრაქტიკულობას. რადგან ლიდერი, რომელიც სხვას მოკლის ბრძანებას გასცემს, მხოლოდ რეციპროციტეტის პრინციპითაც კი შეიძლება თავადაც გახდეს მკვლელობის მცდელობის სამიზნე. ასე რომ ეს ცხადია, თუმცა ფიქრობ, თუნდაც ეს წესი იყოს, ეს შეიძლება იყოს წესი, რომელსაც გამონაკლისებიც ექნება. ყველაზე აშკარა მაგალითი, ვინც შეიძლება მყისიერად წააგოს არგუმენტი თავისი გამონაკლისის გაორმაგებით, არის ჰიტლერი. ვერ იქნები მკვლელობების წინააღმდეგი და ამავე დროს ჰიტლერის მოკლის მომხრე. და ვფიქრობ, ჩვენგან უმეტესობა ასეთ შედეგს არ დაიტირებდა. ამიტომ კითხვა ხდება შემდეგი კითხვა ასეთია. მკვლელობა რეალურად მიაღწია ირანის ბუნების შეცვლის დეკლარირებულ მიზანს. და მეშინია რომ ამოვაჩინეთ ასე არ არის. კარგი, უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით დენ, მივიღეთ. შემდეგი სტუმარია ჯონი. ჯონ, რა სიტყვი ამ კითხვაზე? ჩემი თავდაპირველი პასუხია გააჩნია და უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია რელიგიური სამოსის უკანდამალვა და შემდეგ თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს სახელმწიფოს მეთაური არ იყოს. ტერორისტული რეჟიმის ლიდერი, რომელიც ახორციელებს ტერორისტული ორგანიზაციების, როგორიცაა ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუთები, ქსელის მართვას. და მათი პროქსები მთელ ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ტერორიზმს ეწევიან შეერთებული შტატებისა და ევროპის წინააღმდეგ, თესავენ ქაოსს და საფრთხეს ახლო აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში. და შემდეგ აკეთებენ სახეს თითქოს იმიტომ, რომ ის სახელმწიფოს მეთაურია, მას არ ემუქრება მკვლელობის საფრთხე. ფიქრობ, ეს ძალიან კონკრეტული შემთხვევაა, როცა ვსაუბრობთ ალი ხამენეიზე. არ მგონია, რომ ამას სხვა რომელიმე სიტუაციაში გამოიყენებენ თანამედროვე საერთაშორისო. კარგი, 30 წამი. ძალიან გავს აშერიშოსა და ირანს შორის სიტუაციას. ჯონ, ჩვენ ისევ დაგიბრუნდებით. ჯეფ, ეხლა მოდი ვცადოთ. რას ფიქრობ? ფიქრობ, ხამენეის მოკლა არასწორი იყო. ის მასობრივი მკვლელი იყო. ამიტომ მისი მოკლა არ გავდა მორალურ დემოკრატ ლიდერის მოკლას. მართალია, მისი მოკლა შეიძლება გამართლებული ყოფილიყო თუ დიდი ალბათობა იქნებოდა, რომ მას შეცვლიდა ჰუმანური ლიდერი, რომელიც ირანში დემოკრატიას მოიტანდა. მაგრამ მისი მოკლა წინასწარად აშკარად არაეფექტური და უკუეფექტურიც კი იყო. ირანში უკეთესი რეჟიმის შექმნისა და ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით. მან ის მოწამე აქცია, ამით გააძლიერა რეჟიმი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ამიტომ დიდწილად ვეთანხმები პირველ მომხსენებელს და სხვა მომხსენებლის ნათქვამის ნაწილსაც. კარგი, ეხლა უკვე 30 წამზე მეტი დრო გექნებათ სათქმელის გამოსათქმელად. კითხვა ასეთია: არსებობს თუ არა რისკი, რომ უფრო ბოროტი მოქმედი პირები ამას აღიქვამენ, როგორც სიგნალს, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს სამიზნე? დენ. მე არ ფიქრობ, რომ ნამდვილად ბოროტ მოქმედებს სიგნალი სჭირდებოდათ, მაგრამ შექმნის თუ არა ეს ნორმას გეოპოლიტიკაში. არ ფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ აშკარად დააქვეითა სტანდარტი. პუტინს სჭირდებოდა თუ არა ისრაელს ან ამერიკას, რომ ხამენეი მოეკლათ, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტური ან არაეფექტური აღმოჩნდა ეს, იმისთვის, რომ ზელენსკი დაემიზნებინა, ძალიან მეპარება ეჭვ. მეშინია, რომ ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ადრე ფართოდ მიღებული ნორმები, ან სულ მცირე, ბოლო 80 წლის წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ნორმები, ან იქნება ვესტფალიის ზავის შემდეგ, ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უკვე მრავალი საუკუნეა. ვფიქრობ, ეს ნორმები ნელ-ნელა იშლება და რა თქმა უნდა
თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი თავადაც დიდწილად არის ამის მიზეზი. მაგრამ ზოგადად მეშინია ჩვენი სამყარო უფრო და უფრო ხოფსისეული ხდება და სულ უფრო ნაკლებად ნაზია და თავაზიანი. ჯონი, რა სიტყვი ამაზე? როდესაც საუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის კონტექსტზე, ეს ძირითადად უნებელი ფიქციაა, რომელსაც ქვეყნები დაეთანხმნენ განსაკუთრებით ცივი ომის შემდგომ ეპოქაში. როდესაც არ ქონდა დიდი სახელმწიფოების მხრიდან დესტაბილიზაცია, ისეთი როგორიც ახლა ვხედავთ ბოლო 15 წლის განმავლობაში, კომუნისტური ჩინეთის, იმპერიული რუსეთისა და ძალიან აგრესიული მტრული ირანის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ დღეს გვაქვს სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტი, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ. და მე ნამდვილად არ ვხედავ, რომ ეს ისევ განმეორდეს, როგორც ვახსენე ჩემს პირველ პასუხში. სხვა სფეროებში. ეს ძალიან სპეციფიკური იყო ალი ხამენეისთვის. მე არ ვხედავ სხვა, ასე ვთქვათ, ეროვნულ ლიდერებს, რომლებსაც შეერთებული შტატები მიზანში იღებს. და როგორც ერთმა სხვა მწერალმა ერთხელ თქვა, მკვლელი რეჟიმები ყოველთვის კლავენ. მართლა არ არსებობს შემაკავებელი ფაქტორი ისეთი ადამიანის წინააღმდეგ, როგორიცაა ალი ხამენეი, რომელმაც ყასემ სოლეიმანი დაავალა, რომ ერახში ახლო აღმოსავლეთის ომების 20 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელი მოეკლა. ამიტომ სოლეიმანი იყო შეერთებული შტატების ლეგიტიმური სამიზნე და ხამენეის დიდი ნაწილი მტრული დამოკიდებულების სააშეტოშოს მიმართ ეფუძნება იმას, რომ ისინი ფიქრობენ საჭიროა შურისძიება სოლეიმანის 2020 წელს ლიკვიდაციისთვის. ჯეფი. ჩემი მოსაზრება უბრალოდ ისაა, რომ ძალიან სასარგებლოა არსებობდეს აკრძალვა. ზოგადად აღიარებული აკრძალვა სახელმწიფოს მეთაურების მკვლელობის მიმართ. და ამ აკრძალვის ღირებულება იმაშია, რომ ის იცავს სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც არსებითად კარგები არიან. რომლებიც დემოკრატიულად არიან არჩეული. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ლიდერები მუდმივად დაუცველები იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ გამონაკლისები შეიძლება არსებობდეს. თქვენ დასაწყისში ახსენეთ ან ვიღაცამ ახსენა, რომ ჰიტლერის მკვლელობა კარგი იქნებოდა. მკვლელობის გეგმა ჩაიშალა და ის ძირითადად შიდა იყო და არა საერთაშორისო. მაგრამ მაინც მართლაც ბოროტი რეჟიმის ლიდერის მოკლა შეიძლება იყოს აუცილებელი ნაწილი იმისა, რასაც საერთაშორისო სამართალი ზოგჯერ ჰუმანიტარული ჩარევის დასაშვებად აღიარებს. მოსახლეობის საკუთარი მთავრობისგან დასაცავად და სხვა სახელმწიფოების დასაცავად მსგავსი ტიპის განუკითხავი მთავრობისგან. ამიტომ სულად ვერ გამოვრიცხავთ ამას, მაგრამ ნამდვილად უნდა განვასხვაოთ კარგი ლიდერები და ცუდი ლიდერები. და ეს განსხვავება უმეტეს ადამიანებს უჭირთ შეინარჩუნონ. მოიცადეთ ერთი წამით. მინდა ცოტა დავამატო ამ თემას, რადგან როცა მადუროზე ვსაუბრობ, აშშ მადურო არ მოკლა. მათ ის გააყვანეს და აშკარად შეერთებულ შტატებში ჩამოიყვანეს. ასე რომ ეს ნიშნავს, რომ ეს უფრო ბუნდოვანი ზღვარია იმავე ხაზზე, თუ ამას როგორც უწყვეტობას უყურებ. ჯეფ, მინდა რომ ამაზე პირველმა შენ უპასუხო. კარგი. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ის, რომ სუვერენული სახელმწიფოს ლიდერი გაიტაცეს და სხვა სახელმწიფოში გადაიყვანეს სისხლის სამართლის დევნისთვის. ჩვენ უნდა მივიჩნიოთ ეს დასაშვებად ბევრ შემთხვევაში. დავაკავოთ სახელმწიფოების ლიდერები და გადავიყვანოთ ისინი მაგალითად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. განსაკუთრებით თუ ისინი ამ სასამართლოს მიერ არიან ბრალდებულნი. როგორც ვიცით, პუტინი და ნეთანიაჰუ უკვე არიან. მე ვფიქრობ, სრულიად მისაღები იქნებოდა ერთ-ერთის ან ორივეს დაპატიმრება და ჰააგაში წაყვანა. დენ? ნახე, მკვლელობებზე ტაბუ ვერ განიხილება, რო გიპასუხო შენს კითხვაზე. იმავე დონეზე, როგორც შეიძლება არსებობდეს სხვა ტაბუ. დაკავებებს, დაპატიმრებებს, ან გატაცებებს. ეს უბრალოდ არ არის იმავე დონის ქმედება, რომელიც მორალზე ფიქრს იწვევს. აქ მორალი არაფერ შუაშია. საბოლოოდ იწყებ კამათს კანონიერებაზე და ზოგი შეიძლება ეჭქვეშ აყენებდეს ყველაფერს, რასაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აკეთებს, რადგან მათთვის სუვერენიტეტი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. და შეგიძლია საპირისპირო სამტკიცო. ვიტყოდი, როგორც ჩემს პირველ კომენტარში დავიწყე, იცით, სამართლიანი ომის თეორია სინამდვილეში და ეს 1000 წლების განმავლობაში განვითარდა. ის საშუალებას აძლევს მოკლას
მებრძოლები და ასევე ლიდერები. არ ფიქრობ, რომ აქ აუცილებლად მორალური საკითხია, უფრო პრაქტიკული საკითხია. ასე რომ ალი ხამენეისთან დაკავშირებით მზად ვარ ვაღიაროთ ჩემი შეცდომა, მე ვფიქრობდი, რომ პირობები მოქმედებდა. ფიქრობდი, რომ ეს იმდენად ახლოს იყო ერთპიროვნულ დიქტატურასთან, რომ სისტემა შეიძლება ჩამოშლილიყო, თუ ალი ხამენეის მოკლავდა. და ამიტომ პირველ დღეებში მიუხედავად იმისა, რომ სრულად აცნობიერებდნენ, რომ ზვარი გადალახული იყო, ტაბუ დარღვეული იყო, დიდ საფრთხეს შეგნებულად ეთამაშებოდნენ. მე ამის აღნიშვნისკენ ვეტავი მიდრეკილი. და მე იმედი მქონდა სხვა შედეგის. ეხლა ესე არ გამოვიდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ამერიკელების კატასტროფული ჩავარდნის გამო, რომ არ დაგეგმეს როგორ ემოქმედათ ჰორმუზის სრუტის გარდაუვალი ბლოკირების შემთხვევაში. მაგრამ ირანულმა სისტემამ ნამდვილად გამოავლინა და დაამტკიცა, რომ ისინი ბოროტები და ტოქსიკურები რომ იყვნენ. სისტემა ერთი ადამიანის მოკლით ვერ ჩამოიშლება. და ესეთ სიტუაციაში ტაბუს დარღვევა შეიძლება არ ვირდეს. როცა ჯონი საუბარს ვისმენ, მეჩვენება რომ ის საუბრობს იმაზე, ვინ იმსახურებს სიკვდილს. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი იმსახურებს სიკვდილს. და ჯეფი საუბრობს იმაზე, რომ სოფლიო ლიდერები, იცი, მათ შორის ისინი, ვინც დემოკრატიულები და კარგები არიან, უნდა იყოს დაცული. მაგრამ დღეს ეს სოფლიო ლიდერების უმცირესობა. ასე რომ ისევ პრაქტიკულ საკითხებს უბრუნდებით და პრაქტიკულად რო ვთქვათ, არ ვხედავ რომ ირანი დასუსტა. სასარგებლო ტაბუ დაირღვა. და ამიტომ მეშინია და ამას დიდი უხალისობით ვამბობ მეშინია. შეიძლება იგივე ყოფილიყო. შეგაცხვეთინებ, უნდა მივცეთ ჯონს საშუალება რომ ჩაერთოს საუბარში. უბრალოდ ვამბობ რომ ეს იყო შეცდომა. მეშინია რომ ეს იყო შეცდომა. გაგძელე, მინდა რომ შენი აზრები მოვისმინო ამ ყველაფერზე, მთლიანად ამაზე. სექცია, ხო. გმადლობთ კი, ნება მომეცით, ეს სამ ქვეპუნქტად დავყო თუ შეიძლება. კანონიერების მხრივ, როგორც ვიცით, საერთაშორისო სამართლის აღსულება მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებიც რეალურად მზად არიან საერთაშორისო სამართალი აღასრულონ. არ არსებობს საერთაშორისო პოლიცია, ასე რომ კანონი საერთაშორისო სამართლებრივი ჩივი ჩარჩო მხოლოდ იმდენად მოქმედებს, რამდენადაც არსებობს აღსულების მექანიზმი. და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შეერთებული შტატები მალე სრულად მიატოვებს, რომელიც თავიდანვე არასდროს უჭერდა მას მხარს, რადგან ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ჯარები ყავს განლაგებული მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში და ეს ამერიკელ ჯარისკაცებს უზარმაზარ საფრთხეში ჩააყენებდა. ასე რომ თქვენ იხილავთ სერიოზული პრობლემის წარმოშობას, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანმა რუბიომ წამოჭრა. მეორეც რაც შეეხება მორალს, ვამბობ რასთან შედარებით, ვერ ხვდები რატომ არის პოლიტიკური მკვლელობები გაუმართლებელი, როცა ნებადართულია მასობრივი სამოქალაქო მსხვერპლი და მთელი ქვეყნების დაპყრობა. როცა კონკრეტული ლიდერია, ვინც ქმნის პრობლემებს ქვეყანაში ან რეგიონში, ან სანქციები, რომლებიც განზრახ არის მიმართული იმისკენ, რომ გააღარიბოს მილიონობით ადამიანი ქვეყანაში და რატომ არის ეს მორალურად მისაღები, მაგრამ ერთი ადამიანის ლიკვიდაცია, რომელიც პასუხისგებელია ქაოსზე, საფრთხეზე და მუქარაზე, არაა. რაც შეეხება პრაქტიკულობას, მგონი ჯეფმა ახსენა ეს საკითხი და სრულად ვეთანხმები. საბოლოოდ, ქვეყანას, რომელიც ლიკვიდაციას მიმართავს, უნდა აიღოს რისკი, რომ შედეგი უკეთესი იქნება. თუ შედეგი უარესია, მაშინ მკვლელობა შეცდომა იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელ საერთაშორისო არენაზე სხვა არაფერს ვხედავ, სადაც ვინმე შეიძლება მკვლელობის სამიზნე გახდეს. ისევე როგორც ალი ხამენეი იყო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის მეზობლების წინააღმდეგ ტერორისტულ ოპერაციებს ამტკიცებდა შორეული ქვეყნების წინააღმდეგ, ეროვნული ლიდერების წინააღმდეგ. გახსოვდეთ, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაასამართლა პაკისტანის მოქალაქე 2024 წლის ზაფხულში და ავღანეთის მოქალაქე 2024 წლის ბოლოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აშშ-ში მკვლელობის მცდელობისთვის. ასე რომ ეს არავის დაუცხია გარდა ირანული მხარისა და ის აზრი რომ ალი ხამენეის შიიტი სასულიერო პირის სამოეფაროს ნებას დავრთავთ და დავივიწყებთ იმ ფაქტს რომ ის ტერორისტული რეჟიმის ტერორისტი ლიდერია რომელიც ცდილობს ბირთვული საფრთხე შეუქმნას რეგიონსა და მთელ მსოფლიოს ფიქრობ ეს ამ ტიპის დისკუსიას ბევრ შემთხვევაში მიუღებელს ხდის. თუ ხამენეიზე საუბრობთ, ეს ნორმალურია. თუ სხვა ეროვნული ლიდერების შესახებ საუბრობთ, არ მგონია რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. საოცარია, მაგრამ აქ არავინ ამბობს რომ ანას არ იმსახურებდა. ან რომ ამაში რაიმე ავტომატურად არამორალურია. ვფიქრობ გარკვეულ დონეზე სამივე თანხდებით. კითხვა ისა რა იყო ფასი? და აშკარად ფასი არსებობს. ტაბუს დარღვევასა და ზვარის გადაკვეთას თავისი ფასი აქვს. ირანის შემთხვევაში ღირდა ეს. და რა თქმა უნდა ხამენეი საშინელი ბოროტმოქმედი იყო. მაგრამ ხედავთ რომ ირანი მისი არ ყოფლის მიუხედავად თითქმის არ შეშინებული არ ჩანს და მათი ამჟამინდელი ლიდერები თუ რამეა კიდევ უფრო თავხედურად იქცევიან ვიდრე ის იყო და არა მხოლოდ არ დაუხევიათ უკან თავიანთი წინა პოზიციებიდან, არამედ კიდევ უფრო ამყარებენ მათ. ამიტომ უნდა დავფიქრდე, ღირს თუ არა მოწვევა. რადგან სწორედ ეს მოხდა, ამ შემთხვევაში ტრამპისა და ნეთანიაჰუს მკვლელობა, რადგან სწორედ ამას აპირებენ ახლა ღირდა.
და ეხლა ჩემთვის ნაკლებად ნათელია რომ პასუხი დადებითია ვიდრე ადრე იყო. სამწუხაროდ უნდა ვთქვა თებერვლის 28-ს სხვათა შორის სოფლიოში სხვა ლიდერებიც არიან, რომელთა ბურთმოქმედებამ შეიძლება იმგვარი სამართლიანობის სახელით განხორციელებული მკვლელობა გამოიწვიოს, რაზეც თქვენ საუბრობთ. და იცით, პირველი შეიძლება კრემლში იჯდეს, ჯებ, შეიძლება მეც შეიძლება მეც დავამატო რომ ის აღწერა, რომელიც ჯონ ხამენეიზე გააკეთა, ასევე ეხება იმ ლიდერებს, რომლებიც მას შეიძლება მოსწონდეს, მაგალითად ნეთანიაჰუს, რომელიც დამნაშავეა ტერორიზმსა და უამრავ მკვლელობაში ღაზაში. ესევე ლიბანში და სხვაგანაც. ესევე აკონტროლებს ბირთვულ იარაღს. შეიძლება. რატო უნდა ვიფიქროთ, რომ ნეთანიაჰუს აქვს უფლება კონდეს ბირთვული იარაღი ხოლო სხვებს არა. ნეთანიაჰუ კანონის შესაბამისად აირჩიეს ისრაელში არა მხოლოდ ერთხელ, არამედ ჩემი სინანურით ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. ნეთანიაჰუ არა მხოლოდ დემოკრატიულად არჩეული ლიდერი იყო, არამედ მისი სხვადასხვა პოლიტიკა, ზოგადად აგრესიული კი არა, უფრო თავდაცვითი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან ზედმეტად შორსაც კი წავიდა. ვფიქრობ, აი 24-ისა და სხვა არხების მაყურებლები იციან, საკმაოდ კარგად, რომ მე არ ვარ გულშემატკივარი. ნეთანიაჰუს გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გულწრფელად მის შედარებას ალი ხამენეისთან რომელიც მსოფლიო არენაზე აბსოლუტურად საძაგელი ტერორისტია. ფიქრობ ეს გაუმართლებელია. ეხლა დენის შეხედულებას ვეთანხმები. ჯაფ. ფიქრობ ნეთანიაჰუ დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების განზრახ მასობრივ მკვლელობაში ღაზაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში ლიბანში. ეს ქმედება არსებითად თავდაცვითი არ ყოფილა. ჩემი აზრით ის ძირითადად მიზნად ისახავდა პალესტინელების გაძევებას ღაზადან. ისრაელ შეეძლო უზრუნველყო თავისი უსაფრთხოება ჰამასის დარჩენილი ძალებისგან 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ. უფრო მკაცრად თავდაცვითი ზომებით. ამიტომ მე ნეთანიაჰუს ტერორისტად და გენოციდის ჩამდენად მივიჩნევ. მას ბრალი წაუყენა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ. გულისმობ. იცი, შეგიძლია შედარება გააკეთო ემილი? შეიძლება უპასუხო? მე არ ფიქრობ, რომ შედარება. არ არის ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ გამოვაცხადებდით ნადირობის სეზონს პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც დამნაშავენი არიან ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და ასე შემდეგ, მოგვიწევს ბევრად უფრო შორს წასვლა ვიდრე ხომეინი. ამ გზით წავიყვანო საუბარი. ამ თემაში ჩაღრმავება არ მინდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თუ ნეთანიაჰუ გენოციდში დაადანაშაულეს 7 ოქტომბრის პასუხად შესაძლოა ზედმეტად მკაცრი რეაქციის გამო. მაინტერესებს მაშინ იგივე აზრი გაქვს თუ არა ტრუმანზე, არა მხოლოდ ჰიროსიმას, არამედ ნაგასაკის შემთხვევაშიც და ასევე ობამაზეც, რომელიც პასუხისგებელია სულში მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვაზე. დასასრულში. საკმაოდ ბევრი გენოციდის ჩამდენი გამოგვივიდა. დამნაშავე. ტერორიზმის უკიდურესად მძიმე ფორმა, როდესაც დაბომბეს და გაანადგურეს 2 იაპონური ქალაქი. უბრალოდ ვამბობ, თუ შეიძლება ამ დისკუსიაში ჩავერთო და ალბათ. ყველაზე მძიმე ტერორიზმია, რაც მსოფლიოს ოდესმე უნდა. დაიწყე. ჯონ, გაგრძელე, კიდე რამე თქვა. დიახ, მინდა და დანმა საინტერესო საკითხიც ამოაყენა სხვა პრეცედენტებთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2011 წელს სამხედრო დარტყმები ბრძანა მუამარ კადაფის დასახოცად. მე არ მომისმენია, რომ 2011 წელს, როცა პრეზიდენტი ობამა იყო, ვინმეს მკვლელობასთან დაკავშირებულ შესაძლო ეჭვებზე ეწუწუნა. ძალიან საინტერესოა, რომ ეს დღეს ხდება ამ კონტექსტში, როცა ტრამპისა და ნეთანიაჰუს პარტნიორობა ხამენეის წინააღმდეგ არის. და კიდევ ერთხელ, ჯეფ, როგორიც არ უნდა იყოს შენი პირადი დამოკიდებულება ნეთანიაჰუს მიმართ, ჩემი აზრი ისაა, რომ არ ვხედავ არც ერთ უცხოურ მთავრობას, რომელიც ალი ხამენეის მკვლელობით ახლა წახალისდა და გადაწყვიტა, რომ ნეთანიაჰუს მიზანში ამოღება ნებადართულია. თუ ვინმე სურს ნეთანიაჰუს ან საერთოდ რომელიმე ისრაელის ლიდერის მიზანში ამოღება, არ ფიქრობ, რომ მათ ხამენეის სიკვდილით დასჯა სჭირდებოდათ საკუთარი ნებართვისთვის. ასე რომ არ ვხედავ, რომ რაიმე ნებართვა ან საფუძველი არსებობდეს. გადაკვეთილი იყო. ეს არის ჩემი აზრი და არ ვფიქრობ, რომ არსებობს რომელიმე ეროვნული ლიდერი, მათ შორის პუტინი. არ ვიცი, არსებობს თუ არა რომელიმე მთავრობის ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც პუტინის მოკლის სურვილი აქვს, მათ შორის ზელენსკიც. მინდა რეალისტი ვიყო იმასთან დაკავშირებით. არსებობს თუ არა რაიმე პრეცედენტი და უბრალოდ ვერ ვხედავ ასეთებს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კონკრეტულია. საკითხია ირანის ასე წოდებულ უზენაეს ლიდერთან დაკავშირებით.
გულუბრყვილო იქნებოდით. თუ ვერ გავიაზრეთ, რომ ირანელების თვალში ისრაელისა და აშშ-ის ლიდერების მკვლელობა გავამართლეთ, მათ პრაქტიკულად განაცხადეს, რომ ეხლა ეს მათთვის პრინციპის საკითხია. არ ვიცი, ეს მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერებს თუ შეეხება. ჩვენ ნამდვილად პანდორას ყუთი გავხსენით. და ირანელები ეხლა ნამდვილად მისიის შესრულებაზე არის. შურისძიება მოახდინონ მათი გზით. ბოდიში. დენ, მადლობთ ყველას, ეს იყო ძალიან საინტერესო თემა. კიდევ ერთხელ მადლობ დენ და ჯონ და ჯეფ. და გთხოვთ, არსად წახვიდეთ. ჩვენ მალე დავბრუნდებით შესვენების შემდეგ.